გამარჯობა. დღეს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურს ერთი საინტერესო ისტორიისთვის ვეწვიეთ და ამ ვიდეოში გვინდა მოგიყვეთ თუ როგორ შეუძლია ციფრული უნარჩვევების განვითარებას ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლო. ჩვენი მასპინძელი მეწარმე ლამზირა კვარაცხელია, რომელმაც კომკომის ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიარა, რაც საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა. მუხური ისეთი ადგილია, რომ აქ ყოველწლიურად ჩამოდიოდა სტუმრები. ტურისტების გარდა, ოჯახები თბილისიდან, ზუგდიდიდან. ჩვენ სულ სტუმრები გვყავდა და იქიდან წამოვიდა იდეა, რომ გავაკეთოთ ბიზნესი, რომ იქნება ჩვენთვისაც შემოსავლის წყარო. ჩემი მეუღლე იყო წინააღმდეგი, მაგრამ მე ვთხარი, რომ ამაზე უკეთეს ადგილას საწახვალ, ჩვენც ვიცხოვროთ აქ, დავიწყოთ ბიზნესი და გაგვიმართლა. ჩემმა იდეამ გაამართლა. ორი ოთახით დავიწყეთ, ახლა უკვე მაქვს 8 საძინებელი. სულ ვცდილობთ, რომ გავფართოვდეთ. ხალხი არის, ტურისტები ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოდია. თავაზობ ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. კვებით ვემსახურები, რომელიც ძალიან მოსწონთ. როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც. ციფრული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ გავიგე ისევ და ისევ ინტერნეტის საშუალებით, მოკეთ Facebook-იდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ყველანაირის გამოვიყენოთ, შანსი არ გავუშვათ ხელიდან, რომ განვითარდეთ, ვისწავლოთ, მეტი რა ავუყვეთ ამ თანამედროვე ცხოვრებას, ციფრულ ტექნოლოგიებს, რომელიც ძალიან გვჭირდება. ტრენინგების საშუალებით მე შევძელი ბევრი რაღაცა გადმომეწერა და მესარგებლა, აი აპის საშუალებით, აი სარგებლობ მობაილ ბანკით, იქ რაღაც ახალი სინია ChatGPT-ით, რაღაცა მაგდაგვარი, ამდენ ჩემ ცოტა უცხოარი ჩემთვის ეგ სიტყვები, მაგრამ მაინც ვცდილობ ხარი აუბა და ვისწავლო ბევრი რაღაცა. ეს ტრენინგები ძირითადად ამეხმარა ჩემი ბიზნესის წარმართვაში. ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით მე შევძელი ბიზნეს გეგმა უკვე დამეწერა ჩემით. იქ რაღაცები მომეძია ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, გრანტებზე. ინტერნეტის საშუალებით ვყიდი პროდუქტს, იმიტომ რომ მე თან შეკვეთებსაც ვიღებ და ძირითადად მიკავშირდებიან ინტერნეტის საშუალებით. ტრენინგიდან მიღებულ ცოდნას მე ვუზიარებ ჩემს ირგვლივ მყოფ ქალებსაც და სულ ვცდილობ, რომ ამათაც ხელი აუწყონ, ისწავლონ რაღაცა მეტი გამოცდილება მიიღონ, რომ თავიანთი ბიზნესი უკეთ წარმართონ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ საინტერესო ისტორიებს შორის, რომელიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით ადამიანებმა შექმნეს. ქალბატონი ლამზირას მსგავსად 8500-მდე ადამიანმა შეძლო ციფრული უნარების განვითარება და ამ ცოდნით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება.